ირანი პანიკაშია, რადგან საუდის არაბეთმა კარი გაუღო დაახლოებით 8000 პაკისტანელ ჯარისკაცს. JF-17-ის გამანადგურებლები, დრონები და საჰაერო თავდაცვა პირდაპირ სპარსეთის ყურეში, მაშინ როცა თეირანი ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს ჯერ კიდევ აკონტროლებს კრიზისის მიმდინარეობას. ამ ხუთშაბათს, 2026 წლის 21 მაისს. ნიშნულოვანია არა მხოლოდ უცხოელი ჯარისკაცების ჩამოსვლა საუდის არაბეთის ტერიტორიაზე, არამედ ამ ყველაფრის უკან მდგომი პოლიტიკური გზავნილი. არაბები ემზადებიან შესაძლო სახმელეთო შეჭრისთვის, რათა დაიცვან ბაზები, საზღვრები, პორტები, ენერგეტიკული ობიექტები და ნებისმიერი მნიშვნელოვანი წერტილი, რომელსაც ირანი ან მისი მილიციები შეეცდებიან საფრთხე შეუქმნან საუდის არაბეთს. პაკისტანი სიმბოლურად არ დაუძახეს, არამედ იმიტომ, რომ იციან, ომმა შეიძლება ფაზა შეიცვალოს. და როდესაც ბირთვული ძალა რიადის გვერდით ჯარებს ათავსებს, ირანის რეჟიმი კარგავს თავისუფლებას, აშინებდეს სხვებს ისე, რომ არ გაითვალისწინოს უფრო სერიოზული პასუხი. და ახლა კითხვა მარტივია. ირანი ისევ გარისკავს მას შემდეგ, რაც არაბებმა შიში რეალურ სამხედრო მობილიზაციად აქციეს. საუდის არაბეთი მხოლოდ თავს იცავს, თუ უკვე ამზადებს ნიადაგს სახმელეთო ომისთვის ირანის ღერძის წინააღმდეგ. დიქტატურას ისევ აქვს ძალა, რომ დააშინოს სპარსეთის ყულის რეგიონი მას შემდეგ, რაც არაბებმა ბირთვული ძალა ჩართეს კრიზისში. ეხლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ მოგინდება არხის გამოწერა, რათა ყოველთვის ინფორმირებული იყო და მიიღო რეალურ დროში ინფორმაცია საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. სანდოობის სტანდარტით მილსონ ალვესი. ეს მოძრაობა ციდან არ ჩამოვარდნილა. საუდის არაბეთი აკვირდებოდა დრონებს, რომლებიც რეგიონს კვეთდნენ, ბაზები მზადყოფნაში იყო და ირანთან დაკავშირებული მილიციები ცდილობდნენ ზეწოლის შენარჩუნებას. მაშინაც კი, როდესაც დიდი ოპერაციები შეჩერებული იყო 2026 წლის 17 მაისს. საუდის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ 3 დრონი გაანადგურეს და ჩამოაგდეს, რომლებიც იმ დღეს მათი სააერო სივრცეში შევიდნენ. ამ მოვლენამ აჩვენა, რატომ არ სურს რიადს მხოლოდ ოფიციალურ განცხადებებსა და გარე დაპირებებზე დამოკიდებულება. როდესაც დრონი ესეთ მანძილს ფარავს და საჰაერო თავდაცვას მოქმედებას აიძულებს, სამეფო ხვდება, რომ საფრთხე უკვე აღარ არის შორს. ის ამოწმებს შესასვლელებს, მარშრუტებსა და სისუსტეებს. პაკისტანი ამ კრიზისში მკაფიო როლით ერთვება. ისლამაბადმა მხოლოდ დამკვირვებლები, მრჩევლები ან ფოტოებისთვის დროშა არ გაგზავნა. მოხსენებული ძალა მოიცავს ჯარისკაცებს, გამანადგურებლებს, დრონებს და ჩინური წარმოშობის საჰაერო თავდაცვის გამანადგურებელს HQ-9-ს. ეს პაკეტი ცვლის სამხედრო ყოფნის მნიშვნელობას. მიწაზე მყოფი ჯარისკაცი გამოიყენება ობიექტის დასაცავად, ბაზის გასამაგრებლად, გზნობიარე ტერიტორიის დასაცავად და რეაგირებისთვის, თუ საზღვარს ან სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას შეუტევენ. გამანადგურებელი და საჰაერო თავდაცვა გამოიყენება ცის დასახურად, დრონი კი მეთვალყურეობისთვის და რეაგირებისთვის. ამ ყველაფრის ჯამი ქმნის თავდაცვის სარტყელს, რომელსაც თეირანი უნდა გაითვალისწინოს, სანამ პროვოკაციაზე წავა. პაკისტანის ყოფნა ასევე აჩვენებს ერ-რიადის პოლიტიკურ არჩევანს. საუდის არაბეთი ამბობს, რომ არ აპირებს ჩუმად უყუროს ირანის თითოეულ მუქარას და არც დაელოდება, როდის და სად აიათოლების რეჟიმი პანიკას დათესავს. საუდის სამეფო თავთან აახლოებს თავის დიდი ხნის პარტნიორს, რომელსაც დიდი არმია, სამხედრო გამოცდილება და პირდაპირი კავშირი აქვს ჩინურ აღჭურვილობასთან. როიტერსი ითხოვინება, რომ პაქტი ბევრად უფრო დიდ გაძლიერებას ითვალისწინებს და საჭიროების შემთხვევაში პაკისტანელი სამხედროების რაოდენობა შეიძლება 80,000-მდე გაიზარდოს, თუ სიტუაცია გაუარესდება. ეს რიცხვი აშინებს თეირანს, რადგან აჩვენებს, რომ 8000 ჯარისკაცი შეიძლება იყოს მხოლოდ პირველი ფენა უფრო დიდი მობილიზაციისა. ირანი პანიკაში ვარდება, რადგან ეს ფორმირება მას ფსიქოლოგიურ უპირატესობას ართმევს. წლების განმავლობაში ირანის რეჟიმი ეკრდნობოდა არაპირდაპირ ზეწოლას, მილიციებს, დრონებს და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მუქარას, რათა მოწინააღმდეგეები დაეხიათ. ეხლა საუდის არაბეთი აყალიბებს დაცვას, რომელიც აერთიანებს უცხოელ ჯარისკაცებს, ავიაციას, მეთვალყურეობას და საჰაერო თავდაცვას. ეს არ არის თეირანის წინააღმდეგ გამოცხადებული შეჭრა, მაგრამ ეს არის ხილული მომზადება შეჭრის აღსაკვეთად, შეღწევების შესაკავებლად და პასუხის გასაცემად იმ შემთხვევაში, თუ ომი სახმელეთო ფორმას მიიღებს. ეს განსხვავება მნიშვნელოვანია, მაგრამ არ ამცირებს ზეწოლას. პირიქით, ეს აჩვენებს, რომ რიადმა გადალახა ზღვარი. საუდის არაბეთი ყველაზე ცუდისთვის ემზადება ირანის ნებართვის გარეშე. ბარაკას ბირთვული ელექტროსადგურის რეგიონზე თავდასხმამ, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მდებარეობს, კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა მიანიჭა ამ შეფასებას. როიტერსმა გავრცელა ინფორმაცია, რომ დრონებმა დაარტყეს ელექტროსადგურს რადიაციის გაჟონვის გარეშე, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა სპარსეთის ყურის არაბული მონარქიებისთვის. ბირთვული კატასტროფის გარეშეაც კი ეს გზავნილი სახიფათო იყო.
თუ ასეთი მასშტაბის ობიექტი ხდება სამიზნე, სპარსეთის ყურის უსაფრთხოების მთელი სისტემა უნდა შეიცვალოს. საუდის არაბეთმა ეს სიგნალი გაიგო, ემირატებმაც გაიგეს. კრიზისი აღარ იყო მხოლოდ ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაპირისპირება და პირდაპირ შეეხო იმ არაბული ქვეყნების უსაფრთხოებას, რომლებიც რეგიონალური ეკონომიკის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენენ. ვაშინგტონი ინტერესით აკვირდება ამ პროცესს, რადგან ეს აძლიერებს ირანის წინააღმდეგ წნეხს ისე, რომ შეერთებულ შტატებს არ უწევს სამხედრო ტვირთის მარტო ტარება. ტრამპმა უკვე გააფრთხილა, რომ შეიძლება უფრო მკაცრად იმოქმედოს, თუ ირანის რეჟიმი არ დათანხმდება გამოსავალს, რომელიც ბირთვული პროგრამის წინსვლას შეაჩერებს. 2026 წლის 20 მაისს გამოსვლაში მან თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ირანს უფრო ძლიერი დართვა მიაყენოს. სანამ ირანი წინადადებაზე საუბრობს, საუდის არაბეთი ჯარებს იღებს. სანამ თეირანი სანქციების შემსუბუქებას ითხოვს, სპარსეთის ყურე ცასკეტავს. სანამ რეჟიმი ცდილობს თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს, მისი საკუთარი მუქარები მის გარშემო თავდაცვით კოალიციას აძლიერებს. პაკისტანის როლი ირანს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს. ისლამაბადი თეირანთან საუბრობს, დიპლომატიურ ხიდს ქმნის და ამავდროულად ჯარისკაცებს საუდის არაბეთის ტერიტორიაზე აგზავნის. ეს ირანის თავისუფლებას ზღუდავს. თუ რეჟიმი საუდის არაბეთს შეუტევს და პაკისტანელ ძალებს დააზიანებს, შეიძლება კრიზისი გამოიწვიოს მეზობელ, მუსლიმანურ შეიარაღებულ სახელმწიფოსთან, რომლის საერთო მტრად წარმოჩენაც ბევრად უფრო რთულია. ირანს შეუძლია მილიციებს დაემუქროს, შეუძლია ტონი გაამკაცროს ვაშინგტონის მიმართ, შეუძლია ისრაელს უყვიროს. მაგრამ პაკისტანთან პირდაპირი დაპირისპირებების გაფიქრებას სხვა გათვლა სჭირდება და ეს გათვლა რეჟიმის სასარგებლოდ არ მუშაობს. საუდის არაბეთიც იღებს მეტ შესაძლებლობას, რომ უფრო მტკიცედ იმოქმედოს. პაკისტანელი ჯარისკაცები რომ იცავენ სტრატეგიულ ობიექტებს, რიადი ახერხებს ყურადღების ნაწილს მიმართოს დრონების აღმოჩენაზე, ერაყიდან მომავალი მარშრუტების კონტროლზე, ენერგორესურსებით მდიდარი აღმოსავლეთის გაძლიერებაზე და დასავლეთის რეგიონების დაცვაზე, სადაც პორტებსა და ლოგისტიკურ დერეფნებს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვთ. სამეფოს არ სჭირდება ყველა პოზიციის საჯაროდ გამოცხადება. საკმარისია ცხადად აჩვენოს, რომ აგრესია დაუცველ ტერიტორიას ვერ შეხვდება. ეს არის იმ ტიპის დაცვა, რომელიც ყოველდღე ხმაურს არ ქმნის, მაგრამ თავდასხმის დაგეგმვის მსურველისთვის გათვლებს ცვლის. შემდეგი ნაბიჯი თეირანზეა დამოკიდებული. თუ ირანი მუქარას პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებს, საუდის არაბეთი სავარაუდოდ მეტ დაცვას მოითხოვს. და პაკისტანმა შეიძლება გაზარდოს კონტინგენტი. რეგიონულ ომს სახმელეთო ფენა დაემატა. ადრე თეირანი ითვალისწინებდა რაკეტებს, დრონებს, გემებს და ამერიკულ ბაზებს. ეხლა უნდა გაითვალისწინოს პაკისტანელი ჯარისკაცები საუდის არაბეთის მიწაზე, JF-17 გამანადგურებლები, დრონები, HQ-9 თავდაცვა და საუდის არაბეთი, რომელიც ნაკლებად არის მზად დაელოდოს შემდეგ თავდასხმას. ყურის რეგიონი აფრთხილებს, რომ არ სურს იყოს ირანული შიშის მძევალი. დონალდ ტრამპი ზემოდან ახდენს ზეწოლას, ედრიადი შიგნიდან იცავს თავს, ისლამაბადი ფარად ერთვება. და თეირანი აღმოაჩენს, რომ ყოველი პროვოკაცია შეიძლება კიდევ ერთ ძალას შემოიტანოს თამაშის დაფაზე. მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ვარ და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია. სიახლეების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო ჩაერთო ჩვენს საზოგადოებაში. მილსონ ალვესის ქალაქი.